კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ იმუშავებდნენ გენდერულ ბალანსზე, ვინც მუშაობენ განსაკუთრებით მარნეულში. მე მინდა ერთი რაღაცა ახლა აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესში, სხვათა შორის მარნეულში, გააქტიურებულები იყვნენ აზერბაიჯანელი ქალბატონები. ქალბატონები, რომლებიც ამ ხნის მანძილზე არ დადიოდნენ საარჩევნო უბნებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ხმის მიცემა პროცედურაც კი არ იცოდნენ, როგორ ხდებოდა. ალბათ ამას უნდა უმადლოდეთ ნაციონალურ მოძრაობას, იძულების წესით მიიყვანეს, როგორ მიიყვანეს ეს ხალხი საინტერესოა საარჩევნო უბნებზე. ხმის მისაცემად ეს უკვე ერთ-ერთი წინ გადადგმული პირველი ნაბიჯები ადრე აზერბაიჯანელი ქალბატონები ნამდვილად არ დადიოდნენ ხოლმე არჩევნებზე, როგორც მე ვიცი და ჩემთვისაა ცნობილი. ოჯახიდან ერთ-ერთ მამაკაცს, ანუ უფროს მოქონდა ხოლმე სახლში საარჩევნო უბანზე ბოდიში და პირადობის მოწმებები ოჯახის წევრების და ის ხაზავდა ხოლმე შესაბამისად წელს ეს დარღვევა არ დაფიქსირებულა? წელს ეს დარღვევა მე ყველა საარჩევნო უბანზე ვიყავი, დავდიოდი, წარმომადგენელი გახდით ოლქში და რამოდენიმე უბანზე დაფიქსირდა. ეს იყო შულავერში იყო, როდესაც ესე ოჯახიდან მოვიდა ერთი პიროვნება და მოიტანა მთელი ოჯახის წევრების და სანაცვლოს პირადობის მოწმობები. მისცა ხმა? და არა, რა თქმა უნდა, არ მივეცით უფლება, რომ მიეცა ავუხსენით, რომ ეს არის დარღვევა და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი წინა წლებთან შედარებით, ხო, აშკარად შედეგიანი იყო ეს არჩევნები ამ კი ბატონო, ქალბატონინო, კი ბატონო, ანუ ამორჩეველი სამოქალაქო საზოგადოებაც აღიარებს, რომ ანუ სამოქალაქო საზოგადოებამაც კარგად იმუშავა, რომ ამორჩეველი მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი ხმა, განსაკუთრებით ეს არჩევნები იყო იგი აქტიურობის. მაგრამ ვიხილავთ თუ არა იგივე მარტო ხმის მიცემა ხომ არ არის, ანუ როგორც ამომრჩეველი ხომ არ გვჭირდება ქალბატონი, ეს ამ ქალბატონებს ვიხილავთ თუ არა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში უკვე გადაწყვეტილებების მიღების პოზიციაზე, ანუ უკვე თუ გააქტიურდა ქალბატონი, მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, რომ თავად იყოს მონაწილე პოლიტიკური პროცესების. აი მე მინდა გითხრათ ქართული ოცნების სახელით, პარტიის სახელით, რომ ჩვენ მაგალითად პარტიაში გვყავს რამოდენიმე საკმაოდ აქტიური ქალბატონი, მათ შორის არიან აზერბაიჯანელებიც. არ ვიცი, არ გავსაუბრები ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ ამ ადამიანებს ყველას მომავალში. ალბათ ჩვენ მოგვეცემა საშუალება აუცილებლად გავაკეთებ გადაცემას, მას შემდეგ რაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და ერთგვარ დათვლას თანამდებობებზე კაცი რამდენია და ქალი რამდენია აუცილებლად გავაკეთებ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არაერთხელ გამიკეთებია კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, სად არიან ქალბატონები, რამდენია მათ შორის წარმოდგენილი თანამდებობებზე. ბატონო გია, მე ჩამოვთვალე თანამდებობები, გამგებლის მოადგილეები. ანუ რამდენიმე სამსახურის უფროს ვხვდებით ქალს, თუმცა ისიც ითვლება ეგრეთ წოდებულ ქალურ პროფესიებად და ამიტომ ქალები არიან წარმოდგენილი. ხა პრესსამსახურის უფროსად კაცი იშვიათად ხდება, თუმცა ხდება. ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები არიან მამაკაცები. ისეთი წამყვანი სამსახურები როა, საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურა, სადაც პრიორიტეტები განისაზღვრება, ბიუჯეტი დგება, ყველგან არიან მამაკაცები. ანუ რატომ არიან ყველგან მამაკაცები იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და არ არიან ქალბატონები? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს, მივესალმებით ჩვენს სტუმრებს. მე მგონი რომ ეს საკითხი ცოტა ასე ზოგადად ერთი კუთხიდან არ უნდა განვიხილოთ. აქ რამდენიმე კომპონენტი არის, რომელიც ერთთვლიანობაში უნდა მოხდეს მათი განხილვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ თქვათ ვიხილავთ აქტიური ქალის როლს დღევანდელ ცხოვრებაში, თქვათ იმ თანამდებობებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგას გარკვეული უნარჩვევები ჭირდება. გარდა იმისა, რომ იყოს აქტიური, აუცილებლად უნდა ქონდეს მას გადაწყვეტილების მიღების უნარის შესაძლებლობები უნდა ქონდეს იმ ქალბატონს. აუცილებლად უნდა ქონდეს ორგანიზატორის ნიჭი, ლიდერის თვისებები უნდა ქონდეს და სხვადასხვა კიდევ სხვა თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია მაღალი, თქვათ მუნიციპალიტეტის დონეზე მაღალი თანამდებობის მქონე პირისთვის. ჩვენ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასე ვთქვათ, გავითვალისწინეთ ჩვენი მეგობრების, უცხოელი მეგობრების და არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების
მითითებები, თქვა ასე თქვა, ზეწოლაც, კარგი გაგებით და ჩვენ დროებითი მექანიზმები. და ჩვენ პარტიულ სიაში ჩავსვით ორი ქალბატონი, რომელიც ასე თქვა, პარტიულ აქტივად არ განიხილებოდნენ და პარტიულ საქმიანობაში აქტივად არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მოიაზრებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებად და ასე თქვა, მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობდნენ ეს ქალბატონები და დღესდღეობითაც არიან საკრებულოს წევრები, მაგრამ არიან აქტიურები. გაამართლა იმედები. აქ ის რა არის ზოგადად ჩვენ სხვა კუთხით უნდა ვეძებოთ ამ პრობლემას. ზოგადად ეს გენდერული პრობლემა ძალიან ქვეყნის პრობლემა არის და მეტნაკლებად რეგიონების მეტნაკლებად განსაკუთრებით მარნეულის. ბატონო გია, უკაცრავად გააგრძელეთ ძალიან დიდი ბოდიში. ანუ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გვხდება რომ ყოველარწმუნებული არის მამაკაცი. ანუ მე სხვა მუნიციპალიტეტებს რო ხედავ, ერთი ქალბატონი მაინც არის რწმუნებულის დონეზე მაინც და დიახ, იმეც იმადეთ მიდიოდი რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი არის სპეციფიკური. აქ მრავალეთნიკური მოსახლეობა ცხოვრობს, განსაკუთრებით აზერბაიჯანელი. არის აქ ხედავთ რამდენიმე სახის პრობლემას. პირველი არის მენტალური პრობლემა, ანუ მენტალიტეტთან დამოკიდებული საკითხები. მეორე არის ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის შემდეგაც ჩვენ უკვე პერიოდში ვცხოვრობთ, დღევანდელობა და ის განვლილი 70 წელი, რომელიც ჩვენ კომუნისტურ რეჟიმში ვიცხოვრეთ და ის პერიოდი, როდესაც დასავლეთში ყალიბდებოდა ასე თქვა დამოუკიდებელი ქალის ასე თქვა სახე, ჩვენ ამ პერიოდში და დამოუკიდებელი ქალის სახე ყალიბდება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ავტორიტარულ და ასე თქვა ისეთ საზოგადოებაში, სადაც თქვა არის ავტორიტარული რეჟიმები, იქ დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური ინარჩუნების ჩამოყალიბება ნაკლებად ხდება და ამიტომ კომუნისტურ რეჟიმის 70 წელი ეს არ არის ცოტა დრო რომ მოხდეს გარკვეულწილად რაღაცა უნარჩვევების დათგუნვა უკანა პლანზე გადატანა, ქვეცნობიერში გადასვლა და ამის შემდეგ ამის წამოწევა ასე თქვა უფრო ძალიან რთულია ხა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ხა ჩვენ თქვა თუ შევგავივლით 90-იანი წლების აქეთა პერიოდს, ამ პერიოდში იყო უბრალოდ ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებაზე და თქვა რაღაც ქალების აქტივობაზე საერთოდ საუბარი ზედმეტი იყო. აქ იყო სოციალურ პრობლემებზე იყო საუბარი. როდესაც ჩვენ სოციალურ პრობლემებს გვარდება, უკვე აი იმ პერიოდში წამოიწევა ალბათ აი ესეთი სახის პრობლემები, თქვა თუნდაც გენდერული საკითხები, ლიდერების რჩევების განვითარება ქალებში და ეხლა მარნეულში ზოგადად არის პრობლემა მოსახლეობის ჩართულობისა და თავისთავად ავტომატურად დგება ქალბატონების თქვათ აქტიურობის გამოხატულების ნაკლებობა. ამიტომ ჩემისადმი ზოგადად უნდა იყოს შემუშავდეს მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. და ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს, მე მგონი, ეს არის ენობრივი ბარიერი. როდესაც ენობრივი ბარიერი არ უშლის ხელს მამაკაცს, რომ დაწინაურდეს. კი, იცით რა არის? მე ბევრი თანამდებობის პირივიცი, რომელიც ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ხო ქალებზე ვსაუბრობ და ქალი ანუ ძალიან საინტერესო მომენტია ეს, რომ მე როგორც ჟურნალისტმა მეც დავიჭირე ეს მომენტი, რომ რატომღაც ეს ენობრივი ბარიერი უშლის ხელს ქალს, მაგრამ კაცს იმდენად არ უშლის ხელს, რომ დაწინაურდეს. აი, მაგალითად ეს ახლა ლიდერული თვისებები, ეს ბუნებრივი მოვლენა არის, მდგომარეობა ადამიანსა, როდესაც მასში არსებობს ეს თვისებები, ის მოითხოვს ამის გამოხატულებას, ხო? და როდესაც გამოხატულება შენ შეიძლება შენს თემში თქვა, იმ საზოგადოებაში შენ მოღვაწეობ, ჩამოყალიბდე ლიდერად, მაგრამ როცა შენ რომ გაცდე ამ თქვა იმ მოკლე ვიწრო წრეს და რაღაც საზოგადოებაში გახვიდე, აუცილებელია ინფორმაცია გასცე, შენი თავი წარმოაჩინო და თავის წარმოჩენს და ინფორმაციის გასცემის ფიქრობთ, რომ არ გყავს პოლიტიკოსისთვის საჭირო უნარჩვევების მქონე, ანუ მატარებელი ქალბატონები? შეიძლება გყავს, მაგრამ ზოგადად არ ჩანს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ, რომ გადავხედოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მარნეულში, მთელი ჯარი დგას ლიდერი ქალბატონების, ანუ დღეს სამოქალაქო საზოგადოება დგას ლიდერი ქალბატონების მხრებზე მარნეულში და ეს ქალბატონები გეთანხმებით, აი აბსოლუტურად ეხლა მეც სანამ პირდაპირ ეს ჩავერთებოთ საუბრობდი ჩვენ რომ აი თუნდაც საბინა ტალიბოვა და ბევრი ქალბატონები მე აქ აზერბაიჯანის ქალბატონებზე მაქვს აქცენტი აღებული. ბევრი არასამთავრობოებია, სადაც
ძალიან ისეთი ლიდერის უნარჩვევებს გამოხატავენ, აქვთ ორგანიზატორის ნიჭი, მაგრამ რატომღაც ახლა ალბათ ეს მათ უნარში ვაკეთოთ, მათ არ აქვს სურვილი რომ წავიდნენ პოლიტიკაში. ახლა მე დიდი ხანია 2002 წლიდან ვარ ნაციონალურ წევრი. მისაუბრია მათთან ბატონო გიორგი და მათ აღნიშნეს რომ ისეთ თანამდებობები, სადაც ფინანსურადაც მეტნაკლებად სტაბილური თანამდებობა და მომგებიანი და ასევე მართლა გაქვს ის ბერკეტი გადაწყვეტილებები მიიღო, ასეთ თანამდებობებს არ სთავაზობენ. სთავაზობენ ისეთ თანამდებობებს, რომელიც ისედაც ქალურ თანამდებობებად ითვლება და ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია ფინანსური კუთხითაც, მატერიალური კუთხითაც და შემოქმედებითი კუთხითაც. იცით, ახლა დღეს არის ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, არის ქალების ანუ თანამდებობები, ასე თქვა, სამსახურები, რომლებიც შესაფერისია ქალბატონებისთვის და არის ზღვარი გავლებული რაღაც კვეთრი ზღვარი, რომ მის იქით არ შეიძლება გადასვა და ეს არის კაცური თანამდებობა. სტერეოტიპების დარღვევაში. თქვენ თვითმმართველობის როლს, თქვენ საკმაოდ მაღალი თანამდებობა გიჭირავთ მარნეულში. თქვენს როლს რაში ხედავთ? პირადად თქვენს როლს კი არა. ანუ მწვანე შუქის ანთება ვახსენე. ჩვენ რატომღაც მწვანე შუქს ვუნთებთ სტერეოტიპებს, რა ვქნასია და რადგან ასია ნიშნავთ მამაკაცებს. ანუ ამ შემთხვევაში თქვენი როლი, ვისაც გადაწყვეტილებები შეუძლია მიიღოთ, რომ შეუშვათ ქალი ამ მამაკაცების შეკრულ წრეში შევიდეს ქალი, თქვენს როლს რაში ხედავთ? მე გეტყვით, ჩვენ როდესაც 2010 წელს ეს ორი ქალბატონი ჩავსვით ან პარტიულ სიაში და გავიდნენ გახდნენ საკრებულოს წევრები, ჩვენ ასე ვთქვათ დავუშვით, მივეცით მაგალითი და ანუ პრეცედენტი დავუშვით იმისა და რომ ცით რა ეს არის კიდევ ერთი მომენტი, რომ თითქოს ქალებისთვის აი ეს თანამდებობები, რომლებზეც ჩვენ ახლა საუბრობთ, რაღაც საფრთხის შემცვლელი არის, გამიგეთ? აქ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობა რაღაც გადაწყვეტილებას ღებულობს, ავტომატურად იმას მოყვება პასუხისმგებლობაც თავისთავად ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ამიტომ, დღესდღეობით ისე არის ჩვენი მენტალიტეტი ზოგადად ჩამოყალიბებული, რომ ქალები ჯერ კაცები ერდებიან პასუხისმგებლობას აღებას თავისთავად და ქალები მით უმეტეს. ამიტომ ჩვენ როდესაც აი იმ კითხვას რომ დაუბრუნდე, ჩემის აზრით, როდესაც ჩვენ თქვა შევიყვანეთ ის ორი ქალბატონი, ჩვენ მივეცეთ მაგალითი მარნეულის მცხოვრებ ქალბატონებს, რომ ერთი ქართველი, ერთი აზერბაიჯანელი ეს სიმბოლურია. ბოდიში რომ ამდენ შეკითხვას, იმიტომ რომ თქვენ უკვე დიდი ისტორია გაქვთ თანამდებობაზე ყოფნის 2006 წლიდან ხართ და ამიტომ მეტი გამოცდილება გაქვთ და მეტი შეკითხვა თქვენთან მაქვს. თუმცა ეს ორი ქალბატონი, რომელიც საკრებულოს წევრია, არ დანიშნულა არც ერთი კომისიის თავმჯდომარედ. თქვათ მანანა გოგროჭიანი, რომელიც არის ძალიან კარგად წარმომადგენია სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. რატომაც არა? რატომ არ არიან თანამდებობებზე? მხოლოდ დეპუტატები არიან და თვეში ერთხელ მათი როლია ის, რომ აწიონ ხელი, დაუჭირონ რაღაც პროექტს მხარი და მეტი არაფერი. თან ამავე დროს მე მაგ ქალბატონებთან საუბრის დროს უარს ამბობენ გამოჩენაზე, არ უნდათ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მედიასთან ურთიერთობა არ უნდათ და ერთგვარად ეს სირცხვილებად კიდეც რომ საკრებულოს წევრები არიან. იცით რა, ახლა მანას გორჭიანთან მიმართებაში მე ვიტყვი, მას არის სოციალური კომისიის წევრია და ვიცი რომ აქტიურად კომისიის წევრია, რატომ არა ეს თავმჯდომარე? თავმჯდომარე როგორც მე ვიცი თავის სრულით არ დადგა თანამდებობაზე არ წავიდა საკუთარი სრულით თორემ საკითხავია რატომ არა ქალბატონებს? კი, ესეთ შემთხვევები ბევრია, რომ თვითონ ამბობენ უარს. ხო, და ზუსტად მაგას ვამბობ, ახლა თვითონ ამბობენ უარს, იმიტომ რომ ისევ და ისევ, აი ხა თქვენ აღიარეთ თქვით, რომ სირცხვილს, ანუ ეს სირცხვილებად ასე თქვა და ზოგადად დიახ თუნდაც ტრენინგები, თუნდაც გაესაუბრებიან მოსახლეობას. ზოგადად რა არის იცით, აი პოლიტიკაში ქალის წასვლა დღეს მარნეულში აი იქნება რაღაც ცუდ ტონად რა, ასე ვთქვათ რა, ანუ აქტიურ პოლიტიკაში რო იყო. მე ახლა ქართველებზე არ მაქვს, აქ ზოგადად მაინც ისევ აზერბაიჯანელი მაქვს საუბარი და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ არა ეს კვლევა ჩავატარე მე და ეს სირცხვილებად ეს უკვე ეს არის რა ვიცი, ეს მე მგონი უკვე ძალიან სიღრმისეული პრობლემა არის, როდესაც ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სირცხვილია პოლიტიკაში ქალის ყოფნა
და აქ მე რაზე მინდა გავამახვილო კიდევ ყურადღება რომ ფაქტიურად ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რომ დავნიშნოთ თანამდებობაზე ქალბატონები აუცილებლად ჩვენთან ქალბატონი პოლიტიკა მოითხოვს ასე პოლიტიკური კონიუნქტურა რომ უნდა იყოს პარტიის წევრი აქტიური წარმომადგენელი და მოსვლის შემთხვევაში ის უნდა განიხილებოდეს შემდეგ თანამდებობაზე, ხო? თქვათ, მისი კანდიდატურა. დღესდღეობით ჩვენს ნაციონალურ მოძრაობაშიც ფაქტობრივად ისეთი აქტიური ქალბატონები, პოლიტიკური წევრები, ანუ პარტიის წევრები არ ყავს და არ ყავდა, რომლებიც თქვათ ბრძოლობენ ჩვენთან ერთად გადააქვთ თავიანთ კისერზე ის ყველა პრობლემა და ის თქვათ საარჩევნო კამპანია იქნება თუ ის რაც წინა საარჩევნო მოსამზადებელი სიტუაცია და ხასთან თქვენთან ერთად ჭიქას ვერ აწევენ. არა, მე რა საუბრობ, იცი აი ზოგადად. არა, მე მესმის. ხო, გესმით მე რა საუბრობ, თქვა.